დღეს ყურადღებას ვამახვილებთ ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ გონებაზე, სტივენ ჰოკინგზე. ნამდვილად. ადამიანი, რომლის ფიზიკური შესაძლებლობები, თითქმის ნულამდე იყო დასული, მაგრამ გონებით კოსმოსის ყველაზე შორეულ კუთხეებს წუდებოდა. წარმოიდგინეთ, თქვენ რომ გქონეთ ასეთი შეზღუდვები. და თან სამყაროს საიდუმლოებებს ხსნიდე. ისე ძალიან საინტერესო დამთხვევაა, რომ ის დაიბადა გალილეო გალილეის გარდაცვალებიდან ზუსტად 300 წლის თავზე. თითქოს სიმბოლურია, არა? კი, ნამდვილად. ორივემ ეჭქვეშ დააყენა თავისი დროის მეცნიერული დოგმები, ასე ვთქვათ, ინტელექტუალური რევოლუცია მოახდინა. შეცვალა ის, თუ როგორ აღიქვამთ თქვენ სამყაროს. მოდით ჩავუღრმავდეთ მის ცხოვრებას, აი ამ წარმოუდგენელ ბრძოლასთან დაავადებასთან, მის გასაოცარ სამეცნიერო მიღწევებს. რომლმაც ფიზიკა შეცვალა. დიახ, და იმ მემკვიდრეობას და, გაფრთხილებებსაც კაცობრიობის მომავალზე, რა არის მთავარი, რაც თქვენ უნდა იცოდეთ. ისე ჰოკინგი ინტელექტუალურ ოჯახში გაიზარდა. ცოდნა და კრიტიკული აზროვნება იქ მთავარი იყო. ხო. ოქსფორდში სწავლისას თვითონ ამბობდა, ისე მოსყდინდა პროგრამა, რომ დღეში, საშუალოდ 1 საათზე ნაკებს თუ მეცადინეობდა. წარმოუდგენელია. ერთხელ პროფესორს სახელმძღვანელოში შეცდომებიც კი უპოვა. ეს უკვე აჩვენებდა მის განსაკუთრებულ გონებას. კი, მაგრამ მერე 21 წლის ასაკში დაუდგინდა ამიოტროფული გვერდითი სკლეროზი. ALS. ძალიან მძიმე დიაგნოზია. კი, ნეიროდეგენერაციული დაავადებაა. თანდათანობით პარალიზებას იწვევს. ექიმებმა ეს სიცოცხლის მხოლოდ 2-3 წელი მისცეს. წარმოიდგინეთ, ამ ასაკში ასეთი რამ რომ გითხრან. გამანადგურებელი დარტყმა იქნებოდა ნებისმიერისთვის. თუმცა მან, წარმოუდგენელი სიმტკიცე და ნებისყოფა გამოიჩინა. კიდევ 50 წელზე მეტი იცოცხლა. და თან როგორ იცოცხლა? მალევე დაიწყო მუშაობა. პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო როჯერ ფენროუსთან ერთად მუშაობა სინგულარობის თეორიებზე. ხო, ეს რას ნიშნავს მარტივად? ეს არის მათემატიკური მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებს, რომ ფარდობითობის თეორიის მიხედვით სამყარო უნდა დაწყებულიყო უსასრულოდ მცირე და მკვრივი წერტილიდან. დიდი აფეთქებიდან. დიახ, დიდი აფეთქებიდან. ამან საფუძველი ჩაუკარა სამყაროს წარმოშობის თანამედროვე გაგებას. მაგრამ მისი ალბათ ყველაზე ცნობილი აღმოჩენა მაინც 1974 წელს მოხდა. ჰოკინგის რადიაციის თეორია. აი ეგ არის მართლა გასაოცარი. რა არის აქ განსაკუთრებით მომხიბლველი თქვენთვის, იცით? მან იწინასწარმეტყველა ის, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო, შავი ხვრელები. სულაც არ არის სრულად შავი. როგორ თუ არ არის შავი? კვანტური მექანიკის პრინციპებზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ მოვლენათა ჰორიზონტის, იმ საზღვარის მახლობლად, საიდანაც ვეღარაფერი გამოდის, შეიძლება სპონტანურად გაჩნდეს ნაწილაკების წყვილი. თითქოს არაფრისგან, ხო? დიახ, ეს კვანტური ეფექტია. ხო და თუ ამ წვლილიდან ერთი ნაწილაკი შავხვრელში ჩავარდება, მეორე კი გაიქცევა კოსმოსში. გარეთ დამკვირვებლისთვის ჩანს, თითქოს შავი ხვრელი რაღაცას ასხივებს. ზრუსტად, თითქოს ენერგიას ასხივებს და ნელ-ნელა ორთქლდება. ამ აღმოჩენის უდიდესი მნიშვნელობა ისაა, რომ ის ცდილობს შეაერთოს ფიზიკის ორი დიდი თეორია: კვანტური მექანიკა და ზოგადი ფარდობითობა. ფიზიკოსების წმინდა გრაალი, ასე ვთქვათ. კი ბატონო, მისმა სამეცნიერო ხელმძღვანელმა, დენისი სიამამ, ამ ნაშრომს ფიზიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი წვლილი უწოდა. 1985 წელს კი მძიმე პნევმონიის შემდეგ მას ტრაქეოტომია დასჭირდა და ხმა დაკარგა, მაგრამ ამანაც ვერ შეაჩერა. შეიქმნა ის სპეციალური კომპიუტერული სისტემა. თავიდან ლოყვის კუნთით, მერე თვალის მოძრაობით აკონტროლებდა. და მისი სინთეზური ხმა ლეგენდარული გახდა, მისი იდენტობის ნაწილი. ხო, და 1988 წელს გამოსცა წიგნი, რომელმაც ის მსოფლიო ვარსკვლავად აქცია. დროის მოკლე ისტორია. 25 მილიონზე მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. წარმოუდგენელი ტირაჟია, გასაოცრად მარტივი ენით ხსნის,
კოსმოლოგიის რთულ საკითხებს. სწორედ ამ წიგნმა შემოიტანა შავი ხვრელი და კოსმოლოგია მილიონობით ადამიანის, შესაძლოა თქვენს მისაღებ ოთახშიც კი. ამ უნარმა გადმოეცა რთული იდეები, მას გლობალური პლატფორმა მისცა და ის ამას იყენებდა არა მხოლოდ სამყაროს ასახსნელად, არამედ, საკმაოდ პირქუში გაფრთხილებებისთვისაც. მეცნიერულ ლოგიკაზე დაფუძნებული გაფრთხილებები იყო, არა მისტიკა. დიახ. რამდენიმე ძირითად საფრთხეზე მიუთითა. პირველი, კლიმატის ცვლილება. შიშობდა, რომ დედამიწა შეიძლება ვენერას დაემსგავსოს, მჟავური წვიმებით და მაღალი ტემპერატურით. კოშმარია. მეორე, კაცობრიობის აუცილებლობა. დატოვოს დედამიწა დაახლოებით 2600 წლისთვის. მოსახლეობის ზრდა, რესურსების ამოწურვა, გარემოს დეგრადაცია. კოლონიზაციისთვის ალფა კენტავრს ასახელებდა, ხო? როგორც უახლოეს ვარიანტს. კი, უახლოეს ვარსკვლავურ სისტემას. აი, აქ კი მართლა საინტერესო ხდება. მესამე და შესაძლოა ყველაზე აქტუალური გაფრთხილება თქვენთვის დღეს ხელოვნური ინტელექტი, AI. ხო, აქ მთავარი ის კი არ არის, რომ AI ბოროტი იქნება. არა, მიზნების ფუნდამენტალური შეუსაბამობა ადამიანურ მიზნებთან. აი, ეს ანალოგია ჭიანჭველებზე. ზუსტად. თუ თქვენ კაშხალს აშენებთ და ეს ჭიანჭველების ბუდეს ანადგურებს, თქვენ ეს სიძულვილით კი არ გააკეთეთ, უბრალოდ თქვენი მიზანი და ჭიანჭველების არსებობა შეუთავსებელი აღმოჩნდა. ხო, მათთვის კატასტროფაა, ჩვენთვის გვერდითი ეფექტი. და ჰოკინგი შიშობდა, რომ სუპერინტელექტუალურ AI-ს ჩვენგან სრულიად განსხვავებული მიზნებით შეუძლია კაცობრიობის განადგურება არა სისასტიკით, არამედ როგორც გვერდითი ეფექტი საკუთარი მიზნების მიღწევის პროცესში. საშიში პერსპექტივაა. მეოთხე საფრთხედ ის გენეტიკურად მოდიფიცირებული სუპერადამიანების აღზევებას მიიჩნევდა. CRISPR-ის მსგავსი ტექნოლოგიებით. გენების რედაქტირება. კი, რამაც შეიძლება ჩვეულებრივი ადამიანების მარგინალიზაცია გამოიწვიოს და ბოლოს შიშობდა, რომ 2360 წლისთვის დედამიწა შეიძლება ცეცხლის ალში გახვეულ ბურთად იქცეს, ენერგიის უკონტროლო მოხმარების, მოსახლეობის ზრდისა და კონფლიქტების გამო. მოკლედ, სტივენ ჰოკინგმა დაგვიტოვა ბევრად მეტი ვიდრე განტოლებები და კოსმოლოგიური თეორიები. ის იქცა გამძლეობის, ადამიანური სულის სიმტკიცის. ინტელექტის ტრიუმფის სიმბოლოდ. ნამდვილად. მისი ცხოვრება იმის დასტურია, თუ რისი მიღწევა შეუძლია ადამიანის გონებას, თუნდაც უმძიმესი ფიზიკური შეზღუდვების პირობებში. მან დაამტკიცა, რომ მაშინაც კი, როცა სხეული ღალატობს, გონებას შეუძლია იმოგზაუროს სამყაროს კიდეებამდე და გააფართოვოს ჩვენი ცოდნის საზღვრები. მისი მემკვიდრეობა არის არა მხოლოდ მეცნიერებაში, არამედ იმაშიც, თუ როგორ აღიქვამთ თქვენ ადამიანული პოტენციალის შესაძლებლობებს. და ბოლოს ერთი კითხვა თქვენთვის დასაფიქრებლად. ჰოკინგის მრავალი გაფრთხილებიდან თქვენი აზრით, რომელი წარმოადგენს დღეს კაცობრიობისთვის ყველაზე აქტუალურ და გადაუდებელ გამოწვევას, რომელზეც ახლავე უნდა დავიწყოთ ზრუნვა.